ამაზე ჩვენ ხელი არ მოგვიწერია და ამას არც საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლი გულისხმობს. ემზადება თუ არა ოცნების ხელისუფლება ევროინტეგრაციაზე საბოლოო უარისთვის. შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ევროკავშირში განიხილება იდეა, რომლის მიხედვითაც მომავალ წევრებს არ ექნებათ იგივე უფლებები, როგორიც მოქმედ წევრებს აქვთ. ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე მეზდასკვნა მარტაკოსის გუშინდელი განცხადებიდან გამოიტანა. გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა თქვა, რომ მუშაობენ დამცავ ზომებზე, რათა მომავალმა წევრებმა ვეტოს უფლება ბლოკის საქმიანობისთვის ხელის შესაშლელად ვერ გამოიყენონ. თუმცა უკრაინისა და მოლდოვის კავშირში გაწევრებაზე საუბრის დროს მარტაკოსმა უარყო ნაწილობრივი უფლებებით წევრობის კონცეფცია. მისივე თქმით, შემზღუდავი ზომების გამოყენება საჭირო არ იქნება თუ ახალი წევრები წესებს დაიცავენ. ამ დაზუსტებების მიუხედავად პაპუაშვილი ჯერ საკუთარ Facebook პოსტში, შემდეგ კი მედიასთან ამტკიცებდა, რომ ევროკავშირი ერების პირველ და მეორე ხარისხოვნად დაყოფას გეგმავს, რაც მიუღებელია. მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლი ამგვარ კავშირში გაწევრიანებას არ გულისხმობს. ვფიქრობ, რომ ეხლა დადგა მომენტი, როდესაც კანდიდატმა ქვეყნება ხმა უნდა აღიმაღლონ არ მართლაც აღმაშფოთებელი ინიციატივის წინააღმდეგ, რომელიც 21 საუკუნეში ერების სეგრეგაციას გულისხმობს ევროკავშირის შიგნით. ჩვენ როდესაც 4 წლის წინ ვაკეთებდით განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, ამაზე ჩვენ ხელი არ მოგვიწერია, რომ საქართველოს გაწევრიანების შემდეგ ხმა არ ექნება და რეალური თანამონაწილეობა საგარეო პოლიტიკაში, ჩვენს ნაცვლად გადაწყვეტენ, ჩვენს გარეშე გადაწყვეტენ, უსაფრთხოების პოლიტიკას ჩვენს გარეშე გადაწყვეტენ. სხვა რა არის საბჭოთა კავშირი თუ არა ასეთი მიდგომა, ამაზე ჩვენ ხელი არ მოგვიწერია და ამას არც საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლი გულისხმობს, რომ ჩვენი მეორე ხარისხოვანი ერად ვაქციოთ რომელიმე გაერთიანებაში. შალვა პაპუაშვილის ინტერპრეტაციას მცდარს უწოდებს ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი. ევროსკოპთან ის ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმი ქვეყნის მომავალს პოსტსაბჭოთა სივრცეში ეძებს. ეს უბრალოდ მცდარია, ეს სიცრუეა. გულისხმობ წესები ვრცელდება ყველაზე მათზეც, ვინც შიგნითაა და მათზეც, ვინც ამ გზაზე დგას. ჩვენ ვითვალისწინებთ კანდიდატების საჭიროებებს, ჩვენ არ დავაკისრებთ ზედმეტ ტვირთს კანდიდატებს და ასევე არ დავაკისრებთ ზედმეტ ტვირთს ჩვენს არსებულ წევრებს. ჩვენ ადეკვატურად მოვარგებთ საჭიროებებს კავშირისკენ მიმავალ გზაზე თითოეულ კანდიდატს, ასე რომ საბოლოო ჯამში მათ მოუწევთ წესების დაცვა, მაგრამ ამ გზაზე არსებობს გარდამავალი პერიოდები და წევრობის შემდეგაც კი ხელმისაწვდომია გარდამავალი პერიოდები ნებისმიერი კანდიდატის სპეციფიკური გამოწვევების გადასაჭრელად. შეხედეთ მათ, ვინც ახლა შიგნითაა. ბრიტანეთის გარდა, რომელმაც ყალბის საბაბით სამწუხაროდ დატოვა ევროკავშირი, არავის სურს გასვლა. ევროკავშირის კრიტიკოსებსაც კი არ სურთ გასვლა. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, როგორც კი საქართველოში ხალხის ნება უფრო მეტად იქნება პატივცემული იმათ მიერ, ვინც მართავს, ვფიქრობ ისინიც დაინახავენ, რომ საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უკეთესი საქართველო იქნებოდა. ამჟამად ქვეყანა და რეჟიმი ბატონი ივანიშვილი თავის მომავალს პოსტსაბჭოთა ეპოქასა და სივრცეში ეძებს. რა შეუძლია რუსეთს შესთავაზოს ქართველებს? ჩვენ ხედავთ, რა სთავაზობს რუსეთი თავის მეზობლებს. ისინი ან უნდა დაემორჩილონ წესებს, ან მათ თავს დაესხმებიან. ეს არ არის ის პერსპექტივა, რომელიც ქართველებს სურთ და რასაც ქართველები იმსახურებენ. თქვენ იმსახურებთ იყოთ თანასწორიერი, თავისუფალი ერი ჩვენს ევროპულ ოჯახში. მარტაკოსის სიტყვების პაპუაშვილისეული ინტერპრეტაცია ოპოზიციას აფიქრებინებს, რომ ოცნება ახლა ნიადაგს ამზადებს, რაც ევროკავშირში გაწევრიანებაზე საბოლოო უარით დასრულდება. ოპოზიცია ივანიშვილის გუნდის რიტორიკაში რუსული დაკვეთის კვალს ხედავს. ევროკავშირში წლების განმავლობაში არსებობს სხვადასხვა იდეა გაწევრიანების ფორმატებისა და მოდელებისა, რისი მიზანიც ის კი არ არის, რომ ვიღაცები დაასორტიროს და დააკლასიფიციროს სხვადასხვა ტიპის სახელმწიფოებად. არამედ არის ის, რომ ყველა ტიპის სახელმწიფოს, ვინც არის ასპირანტი, ვის ხალხსაც სურს, რომ გაწევრიანდეს, მიეცეს საშუალება იმისი, რომ ეს გაწევრიანება მოხდეს. რუსეთი, რომელიც არის გაწმილებული სომხეთში, მოლდოვაში, რუმინეთში და უნგრეთში განცდილი მარცხით, როგორც რუსეთის დაკვეთა სულ უფრო კაფეო ხდება ამ რეჟიმის მიმართ და ეს არის ის, რომ საერთოდ უნდა შეჩერდეს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და უკვე ფორმალურად უნდა იქნას გამოწვეული უკან ისიც კი, რაც ჯერ კიდევ ფარღალა ქაღალდზე რჩება. ეს გაწყვეტილება რა თქმა უნდა თავის ხასიათით არის საკამათო, მაგრამ მეორე არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება ნებისმიერი ასევე არის გამოყენებული იმისთვის, რომ საბოლოოდ კიდევ უფრო მოხდეს, ასე ვთქვათ, ჩაბეტონება იმის ფორმალურ დონეზეც, რომ საქართველო აღარ გახდება ევროკავშირის წევრი და აღარ ექნება არანაირი, ასე ვთქვათ, გამოხატულება არც კონსტიტუციაში, არც სხვა კუთხით ჩვენს ქვეყანას, რომ იყოს ევროპული კავშირის წევრი და ზოგადად ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასე ვთქვათ, დაფიქსირება აღარ მოხდება არც საქართველოს კონსტიტუციაში, არც საჯარო გამოსვლებში. ამისთვის ივანიშვილი ეს ინსტრუქცია აქვს მას მიღებული კრემლიდან და კრემლის ეს ინსტრუქცია არის გატარებული ამ ბატონ პაპუაშვილის ამ სტატუსშიც. ქართული ოცნების მთავარი ამოცანა არის პირველი ევროინტეგრაციის
შეჩერება. ყველაფერს აკეთებს ეს ქვეყანა, რომ ეს პარტია რომ ევროინტეგრაციის პროცესში შეაჩეროს და მეორე ქვეყნა შიგნით საქართველოში მოიპაროს ფული და კორუფციულად ნაშოვნი ფული შემდეგ შეინარჩუნოს. რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის აი ამ განცხადებებს, რამდენიც არ უნდა იცადოს შალვა პაპუაშვილი, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა და ქართული ოცნების პასუხისმგებლობა ესე უსუსურად აირიდოს და ისრები გადაიყვანოს ევროკავშირზე, აი რამდენიც არ უნდა ცადოს, ეს იქნება ფუჭი. ანუ ძალიან კარგად ვიცით ამ ქვეყანაში რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ და კონკრეტულად პაპუაშვილმა და ერაკლი ყობახიძემ და როგორ შეუშალა ხელი ამ ქვეყნის ევროინტეგრაციას. ქართულმა ოცნებამ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხის 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ 2024 წლის 28 ნოემბერს განაცხადა, რასაც ქვეყანაში ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ივანიშვილის პარტიამ აქციები რამდენჯერმე დაარბია. ათეულობით დემონსტრანტი კი სისხლის სამართლის წესით დააკავა. ყობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას წინ უძღოდა საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების აუცილებლობაზე საუბრობდა, თუმცა ეს ვერ მოახერხეს. საქართველოს კონსტიტუციიდან ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული 78 მუხლის ამოღებას პარლამენტში სწორედ საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება.